მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოხარული ვარ, რომ რაოდენობა დაინტერესებულთა იზრდება ამ ჩვენი წამოწყების, ამ კურსის, რომელიც მოიაზრებს მედიტაციის და გონების ურთიერთმიმართებას, როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ტრადიციებში. საერთოდ მახარებს კიდევ ისიც, რომ ადამიანი იცლის საერთოდ ამ საკითხებისთვის, იმიტომ რომ ერთი მხრივ ისე გადადის ყურადღება ყოფით საკითხებზე, რომ შეიძლება რაღაც მატერიალური მხოლოდ ისეთი საკითხებით იყოს გონება დაკავებული და მნიშვნელოვან თემებს, ანუ იმას, რასაც ცხოვრების საზრისის ძიება ეწოდება, შეიძლება ამისთვის ადამიანს არც დრო დარჩეს და არც ენერგია. მინიმუმ რითიც რის გამოც მიმართავენ ხოლმე მედიტაციურ პრაქტიკებს, ახლა ჩვენთან მაგალითად ისედაც მთელ მსოფლიოში, ეს არის, რომ უბრალოდ ყოფით სიტუაციებში ჩართული ადამიანი ცდილობს, რომ მოიხსნას სტრესი. და ან ის, რასაც აკეთებს, თავის საქმიანობას უკეთ გაართვას თავი. მაგრამ აქ კითხვა ესე შეიძლება დავსვათ, რომ ხომ არ არის უფრო მეტი მედიტაცია, ან მედიტაციური პრაქტიკები თავისთავად და ტრადიციულად, ვიდრე მხოლოდ ეს სტრესის მოხსნის საშუალება და ან იმის საშუალება, რომ წაგვეხმაროს დავუშვათ ბიზნესის მენეჯმენტში. როდესაც მედიტაციის სარგებლობაზე საუბრობენ, აქ მოხავთ ხოლმე გარკვეული კვლევები, თუ როგორ ცვლის მედიტაცია ტვინის ფაზას, ანუ ტვინის ტალღებს, ანუ მოგეხსენებათ, რომ არის რამდენიმე ესეთი, თქვათ, ტალღა, ანუ გონების სხვადასხვა რეჟიმს შეესაბამება სხვადასხვა ტალღები. და მაგალითად, თუ გარკვეული გონების მდგომარეობა ზრდის ალფა ტალღებს, მაგალითად, ეს მოიაზრება, რომ არის დადებითი პროცესი, რის გამოც შეიძლება ადამიანი მისდევდეს მედიტაციას. აქვე შეიძლება ისიც აღვნიშნოთ, რომ ასე ცალსახად კარგი და ცუდი ტალღები არ არსებობს, ანუ გონება ნებისმიერ მდგომარეობაში ძილის იქნება, შუალედური მდგომარეობა იქნება, თუ ღრმა კონცენტრაციის მდგომარეობა იქნება, ეს ადამიანისთვის არსებითია. მნიშვნელოვანი აქ არის მხოლოდ მათი დოზირება და მათი ურთიერთშეხამება, თუ რომელი გვაკლია ჩვენ. ხო, ისევე როგორც ვთქვათ, ძილი არის აბალანსებს გარკვეული თვალსაზრისით, აი სწორედ ასევე მაგალითად ადამიანი რო დაჯდეს თვალები დახუჭოს უბრალოდ და დაყონდეს უბრალოდ, ამეთი არაფერი გააკეთოს, ეს ზრდის ალფა ტალღების სიხშირეს. მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, თავისებურად სასარგებლო რაღაცა, მაგრამ აქაც არის, რაღაც გარკვეული ბალანსი საჭირო, იმიტომ რომ თუ ალფა ტალღები არის გაზრდილი, შეცდომის ალბათობა, როდესაც ჩვენ რაღაცა საქმეს აკეთებ, უფრო მეტი არის. თავისთავად რომელიმე მდგომარეობა ან ტალღა არ არის, განსაზღვრელი იმის, რომ თქვათ, გონება აი რაღაც ერთი მდგომარეობა არსებობდეს იმისთვის, რომ ეს სასურველი იყოს, რომ დიდხანს აღმოჩნდეს ადამიანს, მნიშვნელოვანი არის ბალანსი. მე დავიწყებ მედიტაციის თვითონ ტერმინის განსაზღვრით და შემდგომ უკვე, რადგან ეს არის ლათინური ტერმინი, კარგად ცნობილი დასავლეთ ევროპაში, შემდგომ უკვე შევეცდები, რომ ეს დავაკავშირო აღმოსავლურ ტრადიციებს. ესე იგი, მედიტაცია შეიძლება თარგმნოთ როგორც განხილვა, როგორც ფიქრი, ან როგორც ღრმა ფიქრი მნიშვნელოვან საკითხზე. ეს ცნობილი არის შუა საუკუნეებში, თუნდაც ფილოსოფიურ ტრადიციაშიც და რელიგიურ ტრადიციაშიც არსებობდა სქოლასტიზმი, ეს ქრისტიანობის და ფილოსოფიის, განსაკუთრებით არისტოტელეს ფილოსოფიის ერთგვარი ერთიანობა,
სადაც მიიჩნეოდა, რომ რელიგიის საკითხი მაგალითად არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ რწმენის კატეგორია. ჩვენ ვამბობთ ასე, რომ ღმერთი შეიძლება მხოლოდ გჯეროდეს, ანუ გწამდეს, როგორც ეს იმანუელ კანტთან არის, ან ადრეული შეხედულებებიც არის, რომ ადამიანს არ შეუძლია აზროვნების გზით მისი შეცნობა, ის რაც ადამიანის შემეცნების ფარგლებს მიღმა, ამიტომ ერთადერთი რაც ადამიანს დარჩენია, ეს არის, რომ უბრალოდ ჩვენ გჯეროდეს და მიხვე ამ გზას. მაგრამ სქოლასტიზმში იყო მცდელობა, ეს არის შეხედულება, რომ ღმერთის საკითხი არის არა მხოლოდ რწმენის საკითხი, არამედ ეს არის ის, რაც შეიძლება ლოგიკურად, ანუ აზროვნებით, რაციონალურად შეიცნო. ამის მაგალითები იყო, მაგალითად, ანსელმის ცნობილი ღმერთის არსებობის მტკიცებულება. ეს ძალიან საინტერესო თემა არის და ვინც არ იცნობ, გირჩევთ, რომ უბრალოდ გადახედოთ ამას. და ესე იგი, ფიქრი ამ საკითხზე, ჩაღრმავება ამ საკითხებში, ეს იქნება ღმერთის, სულის, დაუშვათ გარკვეული იდეის ამ მდგომარეობას, იქნებოდა ეს რელიგიაში თუ ფილოსოფიაში, ეწოდებოდა მედიტაცია. ცნობილი არის ასევე რენე დეკარტეს მედიტაციები. დეკარტე კარგად იცნობდა ქრისტიანულ ტრადიციას, ანუ კათოლიკურ ტრადიციას და ეს იმითო გაუსვი ხაზი, რომ ეს ცნობილი არის უფრო დასავლეთ ევროპისთვის, ანუ ქრისტიანობის, ანუ იმ ნაწილისთვის, მაგალითად საქართველოს ჩვენთვის, ანუ ეს უცხო თემა არის, ანუ უცხო პროცესი არის, ანუ მედიტაცია როგორც ესეთი, ჩვენი კულტურისთვის, ანუ არ არის ესე იმ სახით დამახასიათებელი, როგორც ეს დასავლეთ ევროპაში იყო. და ძირითადი თემები არის ეს, რომ ადამიანი ცდილობს შეიმეცნოს, ჩაუღრმავდეს. განსხვავებით აღმოსავლური ტრადიციებისა, ამ მედიტაციების ჩაწერა ხდებოდა, ანუ მე ის რეფლექსია, რაც მე მაქვს ღმერთზე, ანუ თუ მე რაღაც იდეამდე მივედი, მე ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ მე ამ მედიტაციას აღწერ, რომ როგორც მე ვიმედიტირე, ასევე მივცე საშუალება სხვას, რომ მანაც გაიაზროს ის, რაც მე გავიაზრე. ახლა ერთი შეხედვით, ანუ მედიტაციის ეს წარმოდგენა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც თანამედროვეობაში არის წარმოდგენილი როგორც მედიტაცია. იმიტომ რომ ბევრი კითხულობს, რომ აი მე მედიტაცია არ შემიძლია, იქნება ეს უბრალოდ იოგაზე მოყვარული პრაქტიკოსი თუ ჩვენთან პროფესიულ კურსზე მოსული, ვთქვათ, ინსტრუქტორთა კურსზე მოსული ადამიანი, მე არ შემიძლია აზრების გაჩერება. ან ერთი შეხედულება არის ეს, რომ მედიტაცია არის აზრების გაჩერება. მეორე შეხედულება არის, რომ მედიტაცია არის აზრებზე დაკვირვება და მედიტაციის პროცესი დგება მაშინ, როდესაც აზრსა და აზრს შორის არის გარკვეული სიცარიელე. ან მედიტაცია დაერქვა ასევე mindfulness, ამ პირიქით mindfulness-ი დაერქვა მედიტაციას, რაც ძირითადად გულისხმობს იმაზე, რომ ადამიანის ყურადღება იყოს გრძნობებზე და ან გრძნობების ობიექტებზე. მაგალითად, როგორ ხედავ ფერებს, როგორ მესმის, ვთქვათ, კუჩის ხმა იქნება თუ სხვა, როგორ შევიგრძნობ, როგორ ვეხები და ასე შემდეგ. და რეალობა დაარქვეს, ანუ იმას, რასაც ადამიანი წდება გრძნობით. თუმცა ეს სამივე შეხედულება განსხვავებული არის იმ შეხედულებისგან, რაც არის ტრადიციულად ძირითადად ბუდიზმში და თითქმის უპირატესად იოგაში. რა მაქვს ხედველობაში? რომ ბუდიზმშიც მსგავსად ქრისტიანობისა მედიტაცია ნიშნავს რეფლექსიას, უპირველეს ყოვლისა გააზრებას. მედიტატორს, ანუ ეძლეოდა
გარკვეული, ასე ვთქვათ, თემა, ანუ თუ ადამიანი დაინტერესებული იყო სულიერი პრაქტიკით, ანუ ხსნით, ანუ ესე წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ბუდიზმი ახალდაწყებული იყო, ესე თავიდანვე ხო არ ექნებოდა დაუშვათ რაღაც ისეთი ორგანიზებული ფორმა, რომ მაგალითად ადამიანი იფიქრებდა, რომ მოდი იცი რა მე წავალ ბუდიზმს გავეცნობი რაღაც ესეთი სახით, რა თქმა უნდა ეს არ იყო ესეთი ანუ მზასახით და ასე ვთქვათ, ზოგი ინტუიციურად, ზოგი გარკვეული, ასე ვთქვათ, სულიერ სხვა გავრცელებულ სულიერ პრაქტიკებზე დაკვირვებით და მაშინ გავრცელებული იყო ასკეტიზმი, იწყებდა ძიებას, ანუ გათავისუფლებას ყოფიერებისგან. რამდენადაც ყოფიერება განხილული იყო, როგორც ძირითადად მაინც ტანჯვის მომტანი, ანუ ცხოვრება განხილული იყო, როგორც დაძლევა, ტკივილის დაძლევა ტანჯვის. იმიტომ რომ ის პირველადი მამოძრავებელი იმპულსები ადამიანის არის, ასე ვთქვათ, გარკვეული პასუხი იმაზე, რომ ვთქვათ, მოშივდა, ამის შედეგად რაღაც გააკეთა, მოწყურდა, რაღაც გააკეთა. მერე უკვე ცდილობს, რომ ეს ყველაფერი უზრუნველყოს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ამისთვის უკვე იყენებს გონების შესაძლებლობებს, შემდგომ უკვე ეს კონვერტირებული ხდება დაუშვათ საზოგადოებაში აღიარებულობასთან, იმიტომ რომ აღიარებულობა ასოცირდება კონვერტაციასთან, რომ შენი ეს აღიარებულობა, ანუ შენ თუ მოთხოვნად იხარ, შენ ამის კონვერტაციას ახდენ საბოლოო ჯამში მატერიალურ საშუალებებში და გაქვს რაღაც ესე ვთქვათ უსაფრთხოების შეგრძნება, რომ დიდხანს იქნები აი რაღაც ამ ფორმით. მაგრამ სწორედაც ეს ძველინდური და არა მხოლოდ, ანუ ეს ძიებები იწყებოდა იქ, სადაც ადამიანი იწყებდა ძიებას მარადიulis, ანუ რაც არის ისეთი, რაც არ არის წარმავალი. წინა ლექციაში ჩვენ ვისაუბრეთ აი ამ მატერიალური სამყაროს თვისებებზე, რომ ეს არის წარმავალი ბუდისტური შეხედულებით, ეს არის ასევე ტანჯვის მომტანი და ასევე მას არ გააჩნია რეალური არსებობა. ეს იყო ამოსავალი წერტილი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბუდამ გაიარა თვითონ ეს ასკეტური პროცესები, 40 დღიანი ან უბრალოდ შეიძლება უფრო ხანგრძლივი 7 კვირიანი დაახლოებით შიმშილობა, რის შედეგადაც ის მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არც ასკეტიზმი და არც განცხრომა არ არის გზა და მან აირჩია ერთგვარად, ანუ ეს შუალედური გზა. გარდა ამისა, თვითონ არის ტექსტები, სადაც მოცემული არის ბუდას ავტობიოგრაფიული სახით არის მოცემული, ანუ პირველ პირში ბუდა ყვება თავის აი ამ პროცესს, რაც გაიარა. აქაც, ანუ მედიტაცია გაგებული არის როგორც რეფლექსიის პროცესი, ანუ ის აზროვნებს, ის განიხილავს ამას აქტიურად და საბოლოო ჯამში მიდის შემეცნებამდე. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ შესაძლებელია მაგალითად მედიტაციის თემა მოწოდებული იყოს გარედან, რომ მაგალითად ვთქვათ უკვე ბუდიზმში არის ჩამოყალიბებული შეხედულებები, რაღაც კონცეფციები, მაგრამ შენ თვითონ უნდა გაიაზრო ეს ყველაფერი. ოღონდ უნდა გაიაზრო არა უბრალოდ აზრის ზედაპირულობის დონეზე, არამედ ღრმად, რომ ეს აზრები აქციო შენად. მაგალითად, რო ავიღოთ რაღაც ნებისმიერი ლოგიკური კონსტრუქცია, მე შემიძლია უბრალოდ გავიაზრო ისე, რომ აქ ღრმად ვერ ხვდებოდი ამის ლოგიკურობას, ანუ ვერ გრძნობდი, ან თქვათ შეიძლება რაღაც ლექსი გავიაზრო, აი ხო არის მაგალითად, თქვათ ან ნაადრევ ასაკში ან ბავშვები მაგალითად იმეორებენ ლექსს, მაგრამ
სიღრმისეულად ეს მათთვის უცხო რჩება, ანუ შინაარსი არ არის, ანუ მათი. მათ მიერ ათვისებული. ან კიდე ესეთი მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, რომ თუ ადამიანი მაგალითად უკრავს, შეიძლება ავიღო რაღაც ნაწარმოები დაუკრა, ან რაღაც თემა ავიღო ჯაზის, რომელზეც მე მოვახდენ იმპროვიზაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცევ ჩემად. აი ეს აქტი, აი ძირითადად ანუ ეს აქტი არის ან მედიტაცია, რომელიც გადადის ერთგვარ ჭრეტელობაში, რაც იმას გულისხმობს, რომ მაგალითად თუ აიღებთ და მაგალითებსაც მოვიყვან, ანუ კონკრეტულ მაგალითებსაც მოვიყვან, ბარემ მოვიყვან კონკრეტულ ისეთ მაგალითს, რაც გამოყენებული არის ტრადიციულად, მაგალითად არის, თქვათ, პოეტური, თქვათ, რაღაც ჩანახატების სახით, მასწავლებელი, თქვათ, ბუდისტურ ტრადიციაში ეუბნება მოსწავლეს, რომ აძლევს თემას, რომ შენი ერი, შენი მასწავლებელია. რა გაგებით? ის იწყებს რეფლექსიას ამაზე, ხო? რომ ესე იგი მტერი თუ მე უწოდებ მტერს დაუშვათ იმ ადამიანს, რომელიც დაუშვათ არ მომწონს ან გამოვყავარ წყობილებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მაქედან გამომდინარე არის ჩემი გარკვეული რეაქცია და მე ვიწყებ ამ საკითხზე რეფლექსიას. მე უნდა გავიაზრო ეს თემა სხვადასხვა ჭრილში, დავინახო ამაში ანუ აზრი, რომ ერთი მხრივ მასწავლებელი არის დაუშვათ იმ გაგებით, რომ აი ის მაძლევს საშუალებას, რომ იმუშაო საკუთარ თავზე, გადავლახო, გავიაზრო ის, რომ დაუშვათ ჩემი სისუსტე, რაშიც მე მეხება, რას გამოვხავარ წყობილებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს არის კონკრეტული თემა. მაგრამ მე შეიძლება უბრალოდ მექანიკურად დავიწყო ამის გამეორება, მაგრამ მეორე საკითხი არის, თუ მე ამაში დავინახე, რომ მართლაც აი ასეთი რაღაც არის და უკვე მე თავს კი არ ვიკავებ, არამედ ჩემში მოხდა მართლაც ანუ შინაგანი ტრანსფორმაცია, ისე რომ მე უკვე მშვიდად შემიძლია რაღაც საკითხები მივიღო ის, რაც ადრე, რასაც წყობილებიდან გამოვყავდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აზრი, რომ ჩემი, ასე ვთქვათ, ერი ჩემი მასწავლებელია, ჯერ მოცემული არის რაღაცნაირად გაშლილი სახით, მე ამის ანალიზს ვაკეთებ და ეს ანალიზი არის თვითონ მედიტაციის ფორმა, აი მაგალითად თქვენ შეხვდებით ესეთ რაღაცას, რომ ბუდიზმში არის ორი სახის მედიტაციო, ანალიტიკური და დამამშვიდებელი მედიტაციებიო, მაგრამ იდეაში არ არსებობს არაანალიტიკური მედიტაცია. ხო, მედიტაცია, ანუ ამ აზრის თავის ესეთი ავთენტური გაგებით, ყოველთვის მოიაზრებს ანალიზს ევროპულ ტრადიციაშიც, ძირითადად ბუდიზმშიც და უმეტესწილად იოგაშიც. ვინაიდან ეს თარგმანის პრობლემებიც არის და ინგლისური ენა მაგალითად ბევრ ტერმინს საკმაოდ ისე ცვლის, მაგალითად თეორია, პრაქტიკა ეს შეცვლილი ტერმინები არის, ანუ თქვათ ადრეულ პრაქტიკებში, ადრეულ ტრადიციებში, ანუ სხვა აზრი ქონდა და დღეს თქვათ თეორიას უწოდებთ მაგალითად, აი ვიღაცის უბრალოდ მოსაზრებას, ხო? მაშინ როცა თეორია ეს არის, თქვათ სამეცნიერო მოსაზრება არის. უბრალოდ არის ის უკვე რაც დამტკიცებული არის, მაგრამ რაც შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს. ანუ ეს არ არის უბრალოდ ვიღაცა თქვა რომ ჩემი აზრით, ხო? შესაბამისად ის ტექსტი, რომ დავუშვათ ჩემი მტერი, ჩემი მეგობარია, არის მოცემული დასაწყისში გარეგნული სახით, მე შემომაქვს ჩემ თავში, ვახდენ ამის ანალიზს და ვაღწევ მას თავის ამ სიმარტივეში. ეს იმას ნიშნავს, რომ გადამყავს ანუ მჭრეტელობაში იმ გაგებით. ესეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ.
თქვათ დაკვრავს სწავლობთ პიანინოზე, ან გიტარაზე არ აქვს მნიშვნელობა. დასაწყისში ვფიქრობთ, ცალკეულ ელემენტზე, რომ აქ თითი აქ უნდა დავაჭირო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს პროცესი არის რთული. თქვათ, მუსიკაც შეიძლება თვითონ იყოს რთული, მაგრამ როდესაც შენ მას აერთიანებ რაღაც სიმარტივეში, ის იქცევა შენთვის უმარტივეს რაღაცად და შენ ასევე შეიძლება ის გზაც კი დაგავიწყდეს, რა ეტაპები გაიარე ამ სიმარტივემდე. შენში უკვე ეს არსებობს უშუალოდ, პირდაპირ და შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ესე გამზადებული სახით, ესეთი უბრალო ხედვის სახით არსებობდა, მოდი ასე უწოდოთ, ჭრეტელობის სახით არსებობდა. სინამდვილეში ეს არის ანალიზის შედეგად უკვე ნათლად დანახული გარკვეული კატეგორია, რომელიც შენში უკვე არის ძალიან მშვიდად, ძალიან უბრალოდ და მის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ასევე მეორე ტაქტი მედიტაციის გულისხმობს, რომ თუ მე ეს გავიაზრე, მე ეს ცნობიერება უნდა დავიჭირო. მაგალითად, თუ მე მივახციე, რომ ნაკლებად ვღიზიანდები ამა თუ იმ საკითხებზე, ამ გააზრების შედეგად, არა ძალდატანებით და ასე შემდეგ, მე ცნობიერების, ჩემი გონების ეს მდგომარეობა უნდა დავიჭირო. შევინარჩუნო. და აი ამას უწოდოთ დამჭერი მედიტაცია. როცა მე გავალ, მექნება ურთიერთობა, მე ამ შინაგან მდგომარეობას ვინარჩუნებ. მაგრამ დაჭერას აზრი არ აქვს, აზრი არ ექნება, თუ ჯერ არავითარი აქტი არ მომხდარა. და რო დავუკვირდეთ ტრადიციებში ასე არის, რომ სატი, მაგალითად, 8 კომპონენტიდან, ბუდიზმის 8 კომპონენტიდან, ისევე როგორც იოგაშიც, თიანა, რომელსაც თარგმნიან როგორც მედიტაციასაც და როგორც მშვიდობას, ამის შემდგომ არის სამათხი. ესე იგი, ჯერ აღწევ, შეიმეცნე რაღაც, გათავისუფლდი, შემდგომ აკეთებ დაჭერას. სხვანაირად, რო წარმოვიდგინოთ ასეთი რაღაც, თუ მაგალითად ადამიანი იწყებს რაღაც პრაქტიკას, მაგალითად ცდილობს აზრების გაჩერებას, ყოველგვარი შემეცნების აქტის გარეშე, ამაზე თვითონ ბუდიზმშიც არის გაფრთხილება, რომ ეს არ არის მედიტაცია და ასეთი პრაქტიკა, ხანგრძლივი პრაქტიკა აქვეითებს უნარს, რომ ადამიანი გაუმკლავდეს შინაარსს, დაძლიოს შინაარსი. მარტივი რაღაც არის, რომ თუ დიდხანს დაისვენებ, გონებას არ მისცემ საშუალებას, როგორც არდადეგების სკოლის არდადეგები, რაღაც დიდი ინტერვალი გაქვს, რაღაც შეჩვევაც ხდება, რაღაცისგან გადაჩვევაც ხდება. სამათხის მაგალითად, რომელიც ხშირად ბუდიზმში შამათა ამ ორ ცნებას აიგივებენ, მისი თარგმანი არის მოკრება. ესე იგი, ის რაც მე მედიტაციის მეშვეობით მივახციე, ეს მოკრებილია და არის ჩემთან. რაც შეეხება აზრებზე დაკვირვებას, პირველი ჯერ ეს კაფეოთ მინდა ხაზი გავუსვა ამას, რომ აზრების გაჩერება, ისედაც რომ თავისთავად რომ დაუკვირდეთ ასეთ რაღაცას, თქვათ ადამიანი არის ჩვეულებრივად, თქვათ სადღაც მუშაობს, რაღაც აქვს სტრესი და მიდის, თქვათ რაღაც პრაქტიკაზე, ხო? თუ მისი ამოცანა არის უბრალოდ სტრესის მოხსნა, თუ ის ყურადღებას გადაიტანს, რა ვარჯიშებსაც ჩვენ ვაკეთებინებთ იოგაზე, დაუკვირდის სუნთქვას, მართე შენი სუნთქვა, ხო ეს ბუდიზმსა და იოგას შორის სუნთქვის განსხვავებული ტექნიკებია, ეს რა თქმა უნდა დაამშვიდებს, იმიტომ რომ ამშვიდებს დამშვიდება. მაგრამ ამის იქით, შემეცნების თვალსაზრისით,
რაც არ უნდა თქვათ 10 წელი, 20 წელი რო კონდეს მას ცდელობა, რომ მე აზრები უნდა გავაჩერო, აქ არავითარი შინაარსი არ იქნება. შენი ცდელობა, მთელი ცხოვრება, ლოგიკურად რო ავიღოთ, დარჩება უბრალოდ ცდელობად. იმიტომ რომ ხედვა სხვანაირად არ არსებობს, თუ არა გააზრების სახით. ანუ ასე რომ წარმოვიდგინოთ, რომ თუ მეორე მხრივ ადამიანი ცდილობს აზრებზე დაკვირვებას, დაკვირვება ნეიტრალური პოზიციიდან არ არსებობს. მაგალითად, თუ მაქვს მე აზრი, რომ მაგალითად რაღაც მაწუხებს და ეს არის, რომ წყობილებიდან უნდა გამოვიდე. დავაკვირდი აზრს, მაგრამ აზრს აქვს ბევრი პარამეტრი და ბევრი განზომილება. თავისი დაუშვათ თქვათ ენობრივი ფორმა, ლოგიკური ფორმა, თავისი დინამიკა, სტრუქტურა, განპირობებულობა და ასე შემდეგ. მე ჩემი დაკვირვება თუ ამას დაუშვათ მედიტაციურად განვიხილავთ, შეიძლება გულისხმობდეს რაღაც პოზიციიდან დაკვირვებას, რომ მე ვაკვირდები იმ პოზიციიდან, რომ მე რომ ახლა გავბრაზდე, ამას რამდენად აზრი აქვს. აი ეს უკვე არის არა უბრალოდ დაკვირვება, არამედ გარკვეული პოზიციიდან დაკვირვება. ესეც ანალიტიკაა. სხვა შემთხვევაში, ანუ არ ხდება არავითარი შემეცნება. თავარი და მთავარი იოგაშიც, ბუდიზმშიც მე ხას იმითო უსვამ, რომ არის რეალობის შემეცნება, რეალობის ბუნება. აი ეს არის მნიშვნელოვანი. რეალობის შემეცნება. ჩვენ დღეს ანუ შემოგვრჩა მხოლოდ ტექნიკა, აი ის იმ საზოგადოებაში, რომელიც დაუშვათ უფრო სამომხმარებლო თვალსაზრისით არის ორიენტირებული დაუშვათ ამ საკითხებზე. ჩვენთვის ანუ მედიტაცია არის მხოლოდ ტექნიკა, რომელიც დაცლილი არის ყოველგვარი ნამდვილი შინაარსისგან, საერთოდ შინაარსისგან, არის უბრალოდ ესეთი მხოლოდ რაღაც დაცლა რაღაცის თუნდაც ჩამოუყალიბებელი შიგთავს, ის ანუ რისგან რა კონცეფციისგან თავისუფლდება ან რას რით ანაცვლებს, ესეც ანუ აქ არ არის ანუ საერთოდ. რაც შეეხება მაგალითად mindfulness-ის ანუ თანამედროვე ფორმას, ესეც გარკვეულწილად აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ რეალობა, რასაც უწოდებენ, რომ მაგალითად მე ამას ვხედავ და ეს არის რეალობა, ბუდიზმში არის საინტერესო შეხედულება, რომ რამდენადაც ამას მე ვხედავ და ეს დღეს ცხელია და ხვალცივია და ასე შემდეგ, აი მდინარის მაგალითზე არის ძველ ბუდისტურ სუტრაში, მიიჩნევა, რომ რეალობა არ არის ის, რასაც მე ვხედავ, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის აღქმული და რეალობის მიმართ პრეტენზია ის არის, რომ რეალობა უნდა იყოს რაღაც თვალსაზრისით უნივერსალური. მას უნდა კონდეს რაღაც ის უნდა იყოს დაფუძნებული თავის თავზე. თუ ეს მხოლოდ ჩემთვის არის, და მაგალითად, რასაც მე აღვიქვა, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური რაღაც არის. მაშინ გამოდის, რომ სიზმარიც რეალობაა და რეალობა კარგავს საერთოდ აზრს. აქედან გამომდინარე, ეს წარმოდგენაც, რომ მაგალითად ესე წარმოვიდგინეთ, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ესე არის, რომ თქვათ უყურებს კედელს, ეს კედელი რეალობა, ესე იგი მეც რეალობაში ვიცხოვრე მთელი ცხოვრება. თუ ეს რეალობაა. მაგრამ გარკვეული დოზით, ანუ ეს ფორმა mindfulness-ის, რაც ასევე გავრცელებული არის, ეს ასევე სასარგებლო არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს
არავითარ შემთხვევაში არ არის მედიტაცია. არც ერთი გაგებით ეს არის, რომ ადამიანი ყურადღებას მიაქცევს რაღაც სფეროს, იქ დაუშვათ ჩიტი გალობს, რაღაც თქვათ არომატს შეიგრძნობს, ამ მომენტში დამშვიდდება რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ თქვენი ის ტექსტი, ვინც წაიკითხეთ, მანდ ნახავდით, მე გავიმეორებ, რომ ეს ტექსტი არის სატიპათანა სუტა, ეს არის ფუნდამენტური ტექსტი, იქ დაურთი ასევე, რომ შრი-ლანკაზე არის ერთ-ერთი პირველი ტრადიცია არის, რაც გაჩნდა წერილობითი სახით, ცნობილი არის ასევე როგორც პალის კანონი, ცნობილი არის ასევე როგორც ტრიპიტაკა, ეს ტრადიცია არის, მაგრამ სხვა ტრადიციაშიც ნახავთ, სადაც აღწერილია mindfulness-ი, რომ ეს არის, როდესაც შენ მუდმივად გახსოვს ის, რომ რა თვისებები აქვს სამყაროს. შენ მატერიალურ სამყაროში ცხოვრობ, მაგრამ მან არ უნდა ჩაგიტრიოს, რომ ეს არ იქცეს შენთვის მიჯაჭვულობად. ეს სიტყვა თვითონ სატი, რაც ითარგმნება როგორც mindfulness, მეხსიერებას ნიშნავს, მაგრამ მეხსიერება ორნაირად შეიძლება ითარგმნოს. ერთი ჩვეულებრივი მეხსიერება იმ გაგებით, რომ მე ჩვეულებრივ რაღაცას ვიხსენებ, ეს და მეორე მეხსიერება, mindfulness უფრო ყურადღებიანობა, მხედველობაში მიღებად, შეგვიძლია ესე წარმოვიდგინოთ, რომ მე შევისწავლე, თქვათ, ბუდისტური ტრადიცია და მე არ ვივიწყებ მას. მე რომ დავუშვათ ჩვეულებრივ ვითარებაში ვარ, მე ეს მუდმივად მაქვს, რომ არ შევიდე ილუზიაში. მედიტაციის კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, მაგალითად ალბათ იცით, რომ ბუდისტები ამბობენ, რომ სამყარო არის ილუზია, რომ მას ნამდვილი არსებობა არ გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რა ფორმით ხსნიდნენ ამას, რომ რამდენადაც სამყარო შედგება ნაწილაკებისგან და ეს ნაწილაკები ასე შემდეგ დაყოფადი არის უსასრულოდ, თქვათ, სინამდვილეში რაღაც ჭიქა არ არსებობს, იმიტომ რომ არსებობს რაღაც ნაწილაკი, რომელიც კიდე შედგენილი არის და უბრალოდ რაღაც პოზიციიდან გარკვეული სუბიექტისთვის არის ეს არსებული როგორც ჭიქა, მაგრამ არის უბრალოდ particles, ნაწილაკები. ეს ატომისტიკას გავს ფაქტობრივად არის კიდეც, ინდოეთში იყო ასეთი ტრადიცია, ამ ტრადიციას ქვია ვაიშეშიკა, იოგასაც ჰქონდა გავლენა ამისი და ბუდიზმსაც ჰქონდა ამის, ასე ვთქვათ, გავლენა, პირიქითაც შეიძლება რომ ურთიერთგავლენა არსებობდა. შემდგომ მედიტაცია გრძელდება ასე, რომ თუ სამყარო ილუზია, მაშინ მეც ილუზია. იმიტომ რომ მე რაც ვიცი ყველაფერი ჩემ შესახებ არის მხოლოდ ამ სამყაროს მეშვეობით, თუ ეს აღმოჩნდება, რომ თუ მე დავუშვათ ექიმი ვარ, დავუშვათ მხატვარი ვარ და ასე შემდეგ, გამოდის რომ ილუზიაში ვარ, სიზმარში ვარ ეს ყველაფერი, გამოდის რაც მე ჩემი თავის შესახებ ვიცოდი, ესეც არ არის ასე ვთქვათ რეალური. აი ამსეთ თემებზე ფიქრი, ძირითადად რომ დავყოთ, არის მედიტაცია. ესე იგი, ფიქრი უმაღლეს რეალობაზე, ფიქრი სამყაროზე, ღმერთზე, არ აქვს მნიშვნელობა თვითონ მეზე, არის მედიტაცია. აქვე ერთ ჩართვას გავაკეთებ, რომ ბუდამ აირჩია შუალედური გზა, ასკეტიზმსა და განცხრომას შორის, მაგრამ მეორე მხრივ ეს შუალედური გზა კიდევ უფრო გაღრმავდა ფილოსოფიურად და შემდგომ უკვე ბუდისტურ ტექსტებში ხვდებით, რომ ეს შუალედური არის არსებობასა და არარსებობას შორის. ერთი მხრივ სამყარო არსებობს, თან არ არსებობს, მეც თან არსებობს, თან არ არსებობს. როცა არის კითხვა, შენ იყავი თუ არა ის, ვინც
თუ ხარ თუ არა ის ვინც ხავი გუშინ ერთი მხრივ ამბობ კი მე ვარ ის მეორე მხრივ ამბობ არა და ეს ორივე პასუხი ერთდროულად აღებული არის ბუდისტური ფილოსოფიური თვალსაზრისით შუალედური გზა ანუ შემეცნება ანუ რეალობის ერთი მიზეზი რა შეიძლება დავასახელოთ რატომ გავრცელდა თანამედროვე ჩვენს მე-20 საუკუნეში ეს მედიტაციები შინაარსის გარეშე ანუ აი ამ ფორმით რომ თქვათ არაფერზე იფიქრო დაუშვათ დააკვირდი აზრებს თითქოს აი უბრალოდ დააკვირდი აზრებს და მორჩა ანუ ტექნიკების სახით რა თქმა უნდა არის გავრცელებული ასევე შინაარსის სახით ეს არის ბევრი წიგნით საუშვათ სამეცნიერო თქვათ აკადემიური წრეების თარგმანები და ასე შემდეგ მაგრამ ძირითადად მაინც აი ესეთი მომენტი არის რაც თვითონ ბუდისტების ტრადიციაშიც მითითებული არის რომ ამას საერთო არ აქვს ნამდვილ შემეცნებასთან ეს ესეთი ფორმა უარყოფილი არის ასეთი ცალმხრივი ფორმა ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ის მოვიაზროთ რომ აქ საჭირო არის შემოტანა ჭეშმარიტების ცნების რეალობის ცნების დასავლეთის საზოგადოებაში ამ ცნებების მიმართ არის მოდი ასე ვთქვათ სკეპტიკური და რაღაც ნიჰილისტური დამოკიდებულება მოდი თუ გინდათ პოსტმოდერნი უწოდოთ რაც გინდა უწოდოთ ეს სუბიექტივიზმთანაც არის დაკავშირებული რომ ჭეშმარიტებას ადამიანი ვერ შეიცნობს ღმერთს ადამიანი ვერ შეიცნობს რასაც ქვია შეცნობის ესეთი ნამდვილი გაგებით ვთქვათ მხოლოდ იმედი კონდეს ამის ადამიანმა რაღაცნაირად ხელი აიღო ჭეშმარიტების რაციონალურ ვთქვათ შემეცნებაზე რასაც ქვია და აი ამ ჭრილში აი წარმოიდგინეთ ანუ მათი თვალით რომ შევხედოთ ჯერ ერთი ვიღაცას თქვათ შემოაქვს ბუდიზმი და ტექნიკის იქით გესაუბრება ჭეშმარიტებაზე შენ უკვე აი განვითარებული გაქვს კრიტიკული აზროვნება სკეპტიციზმი რაღაცა ის ეკითხები რა არის ჭეშმარიტება რა არის რეალობა და აი ამ ველზე ძალიან ძნელი იყო რომ ბუდიზმი თავისი ფილოსოფიით დასავლურ საზოგადოებაში დამკვიდრებულიყო ამ სკეპტიციზმში და რაღაცნაირად იმაზეც კი უკან დაიხიეს რომ ეს რელიგია ბევრი ამბობს ესე რომ ანუ ეს არ არის რელიგია რომ ესე იგი მიმღებლობა გაზრდილიყო მოდი გადავდოთ რეალობა გვერდზე გადავდოთ ჭეშმარიტება გვერდზე ანუ რელიგიებში პრინციპში ქრისტიანობაშიც ესე არის რომ სტანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგათავისუფლოთ ანუ ჭეშმარიტების შემეცნება პრინციპში შესაძლებელი არის კი იყო სხვადასხვა შეხედულებები მაგრამ შესაძლებელი არის ადამიანის დანიშნულებაც ეს არის რომ ჭეშმარიტება ათავისუფლებს ადამიანს ეს პრინციპში ბუდიზმშიც ასე არის და აი ამ ასე ვთქვათ მზარდმა კრიტიკულმა აზროვნებამ პოსტმოდერნიზმმა და ასე შემდეგ სკეპტიციზმი მანამდეც არსებობდა რა თქმა უნდა ანტიკურ პერიოდშიც გარკვეული თვალსაზრისით ეს თემები გაიტანა საერთოდ დღის წესრიგიდან და ეს შეიძლება მოვიაზროთ ასევე ერთ-ერთ მიზეზად თუ რატო გავრცელდა რაღაც ესეთი ანუ მშრალი სახით ეს არის ერთი მხრივ უკან დახევა რომ არა ეს არ არის რელიგია ეს არის მხოლოდ ტექნიკა და მე მოხარული ვიქნები რომ თუ თქვენ თვითონ გაეცნობით და თქვენ შეიქმნით ასე ვთქვათ წარმოდგენას შეხედულებას რამდენად არის თუ არა ეს მართლა რელიგია ამისთვის მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაც რა არის ბუდისტური სამყარო ანუ ყველას აქვს რაღაც წარმოდგენა სამყაროზე
და მოდი ეს არის გამოსახულება ბუდისტური სამყარო, რაც გულისხმობს, რომ არსებობს რეალურად 6 სამფლობელო, ჩამოთვლი არის ღმერთების სამფლობელო, არის ადამიანების სამფლობელო. ეხლა ვერ ხედავ რომელი არის. მე შეიძლება გადიდეს და ისე ნახოთ, არის ცხოველთა სამფლობელო, არის ნახევარ ღმერთების, ანუ ასურების, ცოტა ესე შეგვიძლია დემონების სამფლობელო. არის მოჩვენებების სამფლობელო, უფრო ესე ვთქვათ, მშიერი მოჩვენებების სამფლობელო. და არის ჯოჯოხეთის არსებების სამფლობელო. აი ეს წრე, ანუ წარმოვიდგინოთ სანსარა ან სამსარა, არის აი ეს 6 სამეფო, სადაც სული იბადება. მისი დამსახურების მიხედვით, თქვათ, ან დაწინაურდება, დაიბადება ადამიანის სახით, ან ღვთაებრივ სამყაროში დაიბადება, ან სასჯელის სახით, დაიბადება ცხოველის სახით, ან შეიძლება დარჩეს, ან გარკვეული პერიოდი დარჩეს მოჩვენებად. თან მშიერ მოჩვენებად. მოდი უბრალოდ დავახასიათოთ ორი სიტყვით მაინც რაღაცა ვთქვათ, რამდენადაც მე მგონია საინტერესო უნდა იყოს. აქ რო ღმერთები ვახსენეთ, არ უნდა მოვიაზროთ, რომ ამ ღმერთებში, რადგან ღმერთები არის, ეს ავტომატურად რელიგია ყოფილაო, იმიტომ რომ ეს ღმერთები არის უბრალოდ განვითარებული სულიერი არსებები. ეს კი მართალია ინდუიზმის ღვთაებებიც მოიაზრება აქ, მაგრამ ესენი არ არიან აბსოლუტები, ამათ ასე ვთქვათ, თავისი გასჭირვებიათ. და ერთი მხრივ კი კარგია, რომ ანუ მათ დავშოთ ვიღაც დაიბადება ღვთაებრივ სამყაროში, მაგრამ დიალექტიკურად ესეთ რო შევხედოთ, რამდენადაც იქ ნეტარება არის და ასე ვთქვათ, კარგი ცხოვრებაა, ამ ცხოვრების დატოვება შეიძლება აღარ მოუნდეს ადამიანს, არსებას უბრალოდ. შეიძლება აქვე დავაკონკრეტო, რომ ამოცანა არის, რომ არსება ამოვიდეს ამ სანსარიდან, აღარ დაიბადოს, ამ წრეში აღარ იყოს. შესაბამისად, თუ არის, ასე ვთქვათ, ღმერთებთან ერთად აწყობილი ექნება ცხოვრება, იტყვის, რომ ეს, ასე ვთქვათ, მისთვის მასტიმულირებელი, მამოტივირებელი შეიძლება არ იყოს და რაღაცნაირად გაუხანგრძლივდეს იქ ყოფნა. ადამიანები პრინციპში გამოვტოვოთ და მაგალითად საინტერესო ის არის, რომ მათ ზამთარში შესაძლებელი ადამიანი დაიბადოს ცხოველად. ასეთი რწმენები ჩვენ გვხვდებოდა, რა თქმა უნდა, ვთქვათ, პითაგორას შემთხვევაშიც არის, ხო? უბრალოდ პითაგორიანელებსაც წამდათ და ეგვიპტელებსაც და მეტამფსიქოზი ქვია, იგივე რეინკარნაცია, ხო? იმის გამო რომ ეს არ არის მხოლოდ აღმოსავლური წარმოდგენა, რეინკარნაცია და მათ შორის ცხოველად დაბადების წარმოდგენა. საინტერესო ის არის, რომ ამ წარმოდგენაში ცხოველსაც შეუძლია ისეთი რაღაც გააკეთოს, რომ დაიბადოს ადამიანი. ესე იგი, თითქოს ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ რა შეიძლება თევზმა გააკეთოს არასწორი. მაგრამ ამ წარმოდგენაში ეს ჩვეულებრივად შესაძლებელი არის. რა არის აი მიმზიდველი ბუდიზმში, რომ ერთ-ერთ ტექსტში ბუდა ამობს ასეთ რაღაცას, რომ ბუდა გასხილოსნების შემდგომ, აი ამ რეფლექსიის შემდეგ არის სკეპტიციზმში, რომ რამდენად ადამიანები გაიგებენ ამას, რომ მე მუქადაგო, ეს მოძღვრება გათავისუფლების შესახებ და ის დაარწმუნეს, რომ ღირს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ნაკლები მტვერი აქვს თვალებზე, რაღაც ესეთი ფორმით არის, რომ ქადაგებით ახსნით და ასე შემდეგ, მათაც შეუძლიათ გათავისუფლება. და აი ამ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას, რომ შენ ცდილობ, რომ სხვებიც გაათავისუფლო,
4 სატვას დამოკიდებულება, თუმცა იმ ტექსტში 4 სატვა სხვა ცნება არის. ნიშნავს იმას, რომ შენ დებ ფიც, ეს ძალიან საინტერესოა, რომ მე გავათავისუფლებ ყველა ცოცხალ არსებას ტანჯვისგან. ჩემი ამოსავალი წერტილი არის საყოველთაო ბედნიერება. რაც თითქოს ხსნის ამ მოხსნას უკეთებს ინდივიდის ეგოისტურ სურვილს. ანუ ამოდის რაღაც საყოველთაოდან, რაღაც საერთო უნივერსალური იდეიდან. შესაბამისად, ანუ ბუდიზმში ადრეული ბუდისტები, რა თქმა უნდა, არ იყვნენ ვეგეტარიანები, მაგრამ თანდათანობით ან ვეგეტარიანობა ძალიან აქტუალური გახდა ბუდიზმში. თერავადა ტრადიციაში ისიც კი არის, რომ ბუდას გარდაცვალების მიზეზი იყო ხორცით, თუ სწორად მახსოვს, აღარ მახსოვს რომელი ღორის თუ რაღაც ხორცით მოწამვლა. მაგრამ შემდგომ, ასე ვთქვათ, ცხოველების მიმართ ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რომ მაგალითად ბუდისტებისთვის, ესეთი ფორმა, რომ შენ იყიდო ბაზარში მაგალითად ცხოველი, თუნდაც თევზი, ცოცხალი და გაუშვა. ეს ასევე არის პრაქტიკის ნაწილი. ან ისეთი ცხოველი, მაგალითად, რომელიც გადარჩენას შეძლებს, შეგიძლია გაუშვა, ან შეგიძლია მონასტერში წამოიყვანო და მასზე იზრუნო. ოღონდ გათავისუფლებას, ცხოველების გათავისუფლებას თან მოყვებოდა რიტუალები ცხოველებისთვის, რომ ისინი არა მარტო ფიზიკურად გათავისუფლებულიყვნენ, არამედ თითქოს და წინასწარ ეზრუნათ მათზე, რომ მათ გაეცნობიერებიან და შემდეგ ცხოვრებაში, ანუ კარგად მოქცეულიყვნენ, რომ დაბადებულიყვნენ თქვათ ადამიანებს. ეს დამოკიდებულება არის ამ ტრადიციის ნაწილი, რომ აქ რაღაცნაირად ჩვენ რო ვამბობთ, მაგალითად, მხოლოდ ადამიანი არის, ასე ვთქვათ, ჰაებრივი აზროვნებით და რით გავს ადამიანი ღმერთს, ეს არის შემეცნების უნარი და ასევე ნება, ანუ რაღაც გადაჭრას ანასი ან ისე, იმიტომ რომ თუ ნება არა გაქვს, უბრალოდ დაუშვათ თუ ცხოველი საჭმელს ირჩევს, დაუშვათ როგორც ვთქვათ, ჩემი კატა საჭმელსა და იმას შორის, ეს არ არის ანუ ნების აქტი, ნებელობითი აქტი, ხო? ნებელობითი აქტი გულისხმობს, რომ მე შემიძლია რაღაცაზე, ასე ვთქვათ, გაცნობიერებულად დავამუხრუჭო, ანუ რაღაცაზე უარი ვთქვა საყოველთაო პრინციპიდან გამომდინარე. და არა იმით, რომ ვთქვათ, დაუშვათ, წვადი ურჩევნია თუ ჩახოხბილი. აქ ერთ იმასაც დავასახელებ, მაგალითად, ანუ მოჩვენებების თემა ასევე საინტერესო არის, რომ ბუდიზმი შევიდა ჩინეთში, ჩინელებისთვის უცნაური იყო, ანუ ეს ინდური პრაქტიკები, ინდივიდუალური ხსნა, ეს განდეგილობა, ცხოველების არმოკლა, იმიტომ რომ ეს რიტუალები ძალიან გავრცელებული იყო, მაგალითად ჩინეთში, ვთქვათ, ქორწილის დროს, შვილის დაბადების დროს, თვითონ დაბადების დღეზე, გამოსყიდვისთვის, წინაპრებისთვის, ასევე მოჩვენებებისთვისაც ხდებოდა მსხვერპლშეწირვა, ანუ სისხლის დაღრვა. ამიტომ ჩინეთში ხო რაღაც ისეთი თავისებური ის იყო, რომ ანუ ეს სულები და მოჩვენებები ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ ყოველდღიურობაში. ანუ გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება გარდაცვლილი სული დაენიშნათ მინისტრად, ანუ ეგეთი რაღაცაც მიღებული ის იყო რა, ანუ დაენიშნათ და მოეხსნათ. საინტერესო ის არის, რომ ბუდიზმი ებრძოდა ამ ცურწმენებს, რომ ამბობდა, რომ ჩვეულებრივად რაციონალურად, რომ არ არის საჭირო საერთოდ წარმოიდგინე ესეთი რაღაცა, რომ შენ რო შვილი შეგეძინა, ხო გიხარია, ასევე იმ ცხოველს, თქვათ, მშობელი ყავს, შვილი ყავს,
და რატო გინდა იმის მოკლა, თუ ამას იაზრებ. ანუ ესეთი რაციონალური მსჯელობებით ცდილობდნენ, რომ გადაერწმუნებინათ ჩინელები, რომ ხელი აეღოთ აი ამ ვთქვათ რიტუალებისგან და ასევე მოჩვენებების ასე ვთქვათ დაპურება იყო ანუ მათი ვალი. ეს ბუდიზმშიც მნიშვნელოვანი არის, ოღონდ ბუდიზმმა უარი თქვა მათთვის თვითონ ხორცის ანუ სისხლის დაღვრაზე. მაგრამ ჩვეულებრივად შესაძლებელია ეს ვთქვათ რიტუალების ნაწილი არის, რომ სხვა საკვებით გაუმასპინძლდე. თუმცა თუ საკვების საშუალება არ არის სპეციალური მანტრები იმისთვის, რომ ეს მოჩვენებებს იზრუნო, ეს გარდაცვლილი სულები არიან, რომლებსაც შეათ და შენ ამ მანტრების მეშვეობით ცდილობ, რომ ნაუშვათ ესენი დაანაყრო. ეს არის აი ასე ვთქვათ ბუდისტური სამყარო. მოდი იცით ძალიანაც არ მინდა გადაგღალოთ. ესე იგი ტანჯვის შესახებ ერთი ეს არის იგავი არის. ერთი იგავი არის, აი მე დავპოსტე და შეიძლება ზოგმა წაიკითხეთ. ესე იგი ბუდისტურ ტრადიციაში კითხვა დაისვა ასეთი, რომ შეიძლებოდა თუ არა რომ ქალები ყოფილიყვნენ მიმდევრები, ბუდა თანახმა იყო, საერთოდ ეს მაგხრივ ლიბერალური არის, ასე ვთქვათ, კასტების თვალსაზრისითაც, ანუ ტრადიცია, რომ მაგალითად თვითონ ინდუიზმში ვის შეეძლო სულიერი პრაქტიკების მიმდევარი ყოფილიყო აქტიურად ეს კაცრად განსაზღვრული იყო, რომ თქვათ დაბიოს ამათი წარმოდგენით არ ქონდა უფლება. ბუდიზმი ამ ხრივ განსაკუთრებული იყო და იყვნენ თქვათ ბერებიც და მონაზვნებიც. ასევე საინტერესო მე რაც მომხვდა ის იყო, რომ ეს ძველი ესე ვთქვათ ტექსტში არის ძველი ბუდას დროინდელი თვითონ ისტორია არის, სადაც ხაზგასმული არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქალი არის თუ კაცი. ანუ ის არის, რომ თქვათ გარკვეულ ტრადიციებში ამის გააზრება გვიან მოხდა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის და მოკლედ აი ამ ქალზე არის საუბარი, რომელიც გარდაეცვალა შვილი და ბუდას მიმართა, რომ გაეცოცხლებინა შვილი, იმიტომ რომ გაგონილი ქონდა, რომ ეს ყოვლის შემძლე იყო და ესე განსაკუთრებული უნარები ქონდა. ბუდა ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ მე გაგიცოცხლებ შვილს, თუ შენ მომიდან ერთ მგოგვის მარცვალს ისეთი ოჯახიდან, რომელიც არის ბედნიერი, ანუ რომელსაც არ განუცდია, ანუ არ აქვს თავისი რაღაც უბედურება ან რაღაც ტანჯვა. დუქა არის ტერმინი, ეს ტერმინი შეიძლება ესე ცოტა სხვანაირადაც ვეთარგმნა, მაგრამ ნუ ესეთი ცნება არის რა. სამყაროს თვისება თვითონ, ოფიერების თვისებაც. ეს ქალი დაიწყებს კარდაკარ სიარულს, რომ იპოვოს ერთი ოჯახი მაინც ისეთი და ყველა ოჯახი თავისი უბედურების, თავისი წუხილის ამბავს უყვება. და ნელ-ნელა ეს ქალი ნელ-ნელა აცნობიერებს იმას, რომ ეს არის უნივერსალური ბუნება, ეს არ არის თქვათ ერთი მხოლოდ ჩემი, მხოლოდ ვიღაც სისტემა, რომ ეს არის ადამიანის რაღაც შინაგანი მამოძრავებელი და ის გახდება მონაზონი, ანუ ის გახდება ბუდას მიმდევარი. შემდგომ იქ არის აღწერილი აი თვითონ როგორც არის იესოს გამოცდა მაცთურის მიერ, აი ასეთი გამოცდებით გვხვდება ჩვენ ბერებში, თვითონ ბუდასთვისაც არის ასეთი გამოცდა, ამით შეიძლება პარალელებიც გავავლოთ. ნუ იქ არის რომ მაგალითად ამ მონაზონზე არის მინიშნება, ანუ ეს მარა, ანუ სურვილის ღმერთი ეუბნება, რომ აი მამაკაცებზე მიანიშნებს რომ ქალს, რომ ეს სურვილი გაუღვიძოს რაღაცნაირად და ის ინარჩუნებს ამ თავის შინაგან მდგომარეობას, ანუ წონასწორობას. მოკლედ ეგ საკითხები არის
ასე ვთქვათ, ფუნდამენტური, ხოლო მიზეზად ტანჯვის ბუდიზმში არის დასახელებული, სურვილი. აქვე პარალელი შეგვიძლია გავავლოთ, რომ თუ ვამბობთ, რომ დასავლეთში დეკარტე მაგალითად ვაზრონებ მას შესაძლოა ვარსებობ, დეკარტემ ამ ფორმით გამოთქვა, მაგრამ თუნდაც სპინოზასთან ავიღოთ მაგალითად აზროვნების და ყოფიერების იგივეობა ან ძველ ფილოსოფოსებთან, აზროვნება და ყოფნა გაიგივებული არის რაღაც თვალსაზრისით, ყოფი პარმენიდესთანაც, ასე ვთქვათ, უნივერსალური აზრი არის, ხო? აზრი ჩვენ ესე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სამყაროში არის რაღაც მრავალფეროვნება და აზრი აერთიანებს მას. ანუ შენ რო ვთქვათ უწოდებ ჭიქას, ფაქტობრივად ერთიანობაში მოგხავს დანარჩენ ჭიქებთან და რაღაც წესრიგში მოგხავს, ანუ აზროვნებით. ამ თვალსაზრისით თუ არის კოგიტო ერგო სუმ, ვაზროვნებ მას შესაძლოა არსებობ, აქ არის ეგეთი რაღაცა, რომ სურვილი მაქვს მას შესაძლოა ვარსებობ. რაღაც თვალსაზრისით ეს სურვილიც და აზროვნებაც, ანუ უკუ პროცესებია თითქოს, მოდი ესე წარმოვიდგინოთ, რომ აზროვნება ესე ვქნათ, რომ არის მოცემული სამყარო, რომელსაც ჩვენ გადავამუშავებთ აღქმის გზით, ანუ ჭრეთის ჯერ გრძნობის გზით, ჭრეთის გზით, აღქმის გზით და მასში ვპოულობთ რაღაც კანონებს. ანუ ფაქტობრივად სამყარო დაგხვავს კანონებამდე, აზრებამდე, ცნებებამდე, რაც არის ჩვენში. ჩვენ რო ვთქვათ, რომ მაგალითად ჩვენი ინტერპრეტაცია სამყაროს ამახინჯებსო, ეგეთი რაღაც რო ვთქვათ, მედიტაციაზე ამ აზრსაც მოისმენთ, რომ თუ მე უბრალოდ უყურებ ინტერპრეტაციას არ უკეთებ, მაშინ ვხედავ ისეც, როგორიც არის. მაგრამ სინამდვილეში ის დანახულიც ასევე ჩემი აზრი არის. ის საგანიც ჩემი აზრი არის და ჩემი აზრით საგანი არის ჩემთვის. შესაბამისად, რამდენადაც იმას მე ვხედავ, რამდენადაც იმას ჩემი თვალი ხედავს და ასე შემდეგ, ეს მაინც არის სუბიექტთან მიმართებაში. და აზროვნება როგორც რაღაც თეორიული პროცესი და აქვე ვიტყვი, რომ თეორია თვითონ შინაარსით არის იგივე სიტყვა, რაც მედიტაცია, ან ბერძნულად ეს ლათინურად არის მედიტაცია, რომ მე უნდა ვაცადო სამყაროს, რომ ის ჩემში გაიხსნას და გაიშალოს. ესე იგი, მე უნდა ერთი არის, რომ მე ვიწყებ რაღაც პროცესს, შემეცნების აქტს, ვატარებ რაღაც ექსპერიმენტს, მაგრამ შემდგომ ეს უნდა გავასუფთავო ჩემი ეგოიზმისგან, ანუ ეგოიზმის პირობითაც ვახსენე, უნდა გავათავისუფლო ის, რაც მე შევურიე მასში. რომ მივიღო რაღაც შემეცნების ისეთი ფორმა. ანუ თეორია უკვე არის რაღაც თეორეტიზაცია. აი ესე რომ წარმოვიდგინოთ, მე წინაზე წავიკითხე ჰეგელის ციტატა და აქვე კიდევ გავიმეორებ. როდესაც მე ვაზროვნებ ჩემ სუბიექტურ განსაკუთრებულობაზე, უარს ვამბობ, საგანში ვიძირები, აზროვნებას საშუალებას ვაძლევ, თავის ნებაზე იმოქმედოს. ნუ ესე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ თუ მაგალითად მე რაღაც არ მომწონს, იმიტომ რომ წითელი ფერი ჩემთვის ცუდ რაღაცასთან ასოცირდება, ან პირიქით, სასიამოვნო რაღაცასთან ასოცირდება, ნიშნავს, რომ მე ვურევ მას ჩემ სუბიექტურობას და არ ვაცლი, რომ ის თვითონ გამოვლინდეს და გაიშალოს. აი ეს ამას ჭრეთის პროცესი ქვია. და მე ცუდად ვაზროვნებ, თუ ჩემ და თავად მას ჩემი რამ მივუმატე. აი ესეთი ესე იგი სამყაროს, ესე იგი გარე რაღაცის შემოსვლა ჩემში, ეს ჩემში მაინც სუბიექტურობის სახით არსებობს, რა თქმა უნდა ეს სუბიექტური არის,
მაგრამ ამავდროულად ამ სუბიექტურობას აქვს ობიექტური ძალა. იმიტომ რომ ეს კანონები არის, რასაც ემორჩილება სამყარო. ხოლო სურვილი არის ამის საპირისპირო. თუ თეორიულ აზროვნებაში ის გარედან შიგნით ხდება მოძრაობა, აქ შიგნიდან გარეთ, ანუ მე ვხდები მიზეზი სამყაროში გარკვეული ცვლილებების. როგორ თავისუფლდება ადამიანი სურვილებისგან? პირდაპირ გაგებით რო ავიღოთ, რომ მე სურვილი არ უნდა მქონდეს, ეს რა თქმა უნდა არ იქნება რაციონალური. თავად ბუდას მოწყობაშიც არის ეგეთი მომენტი, რომ ზომიერი, ანუ შუალედური გზა ნიშნავს, რომ სურვილისგან თავისუფლება, მე თუ ერთი მხრივ საჭმელზე ვფიქრობ, იმიტომ რომ ამას ვექვემდებარები, ან მეორე მხრივ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ვიშიმშილო, მაგრამ ის მუდმივად აფიქრებინებს და ხელს მიშლის. აი აქ შუალედი არის მისი გონივრული დაკმაყოფილება. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გონება თავისუფლდება, ნებისმიერი ასეთი მოთხოვნილება, თქვა, სექსუალური მოთხოვნილება იქნება თუ სხვა. ორივე უკიდურესობა მე მამყოფებს მასზე დამოკიდებულ მდგომარეობაში. მთელი ჩემი ენერგია, მთელი ჩემი რესურსი აქეთ მიემართება და ამას თუ გავიგებთ, პირდაპირ გაგებით, რომ მე უბრალოდ სურვილზე უნდა ვთქვა უარი, ეს რამდენადაც სურვილის მიზეზი, როგორც ლაკანს აქვს object petit a, ანუ არ არის, მე ხო არ აღძრავ ჩემს სურვილს, რომ მე მინდა რომ შიოდეს. ან რაღაც ასეთი ფორმით, ეს არის ანუ გათავისუფლება, ზომიერება, ხოლო უმაღლეს ფორმაში, როდესაც ჩემი სურვილი ხდება გაცნობიერებული და იქცევა ნებად, ანუ საყოველთაო სურვილად, რაც იმ ფორმით გამოიხატება ბუდიზმში, რაც უკვე აღნიშნეთ, რომ მე თუ ვარ ორიენტირებული ყველა ცოცხალი არსების ბედნიერებაზე, რომ ისინი ავარიდო ტანჯვას, აქედან გამომდინარე, ჩემი სურვილი არ არის. ხოლო ჩემი სურვილი ეს არის რაღაც უნივერსალური და საყოველთაო ნება, როგორც ასეთი, რომელშიც ჩემი სურვილი არის მოხსნილი. ესე იგი, შემდეგ ბუდიზმი თავაზობს აი ამ გარკვეულ თქვათ მიდგომას, აი ეს სქემა რო არის ტანჯვა, არის ტანჯვის მიზეზი, მისი შეჩერება და ანუ გზა, როგორ შევაჩეროთ, ამას უწოდებენ თარგმნიან, ცოტა შეიძლება უცნაური თარგმანია, მაგრამ 4 კეთილშობილი ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება მაგაც ისეთი ცნებაა, რომ ეს მე უბრალოდ კი არ უნდა დაუჯერო, ან უბრალოდ კი არ უნდა დავეთანხმო, რომ ხო ეგრეა, არამედ მე უნდა გადავამუშაო ეს. ასე ვთქვათ, გავითავოსო. თუ ეს ბუდიზმში არის ეს 4, მაგრამ სინამდვილეში მთლიანად ანუ სამხრეთ აზიურ ტრადიციებში, ანუ იოგაშიც არის ეს, ანუ არა მარტო ვედანტაშიც არის ეს მიზეზი, თქვათ თვითონ ტანჯვის მიზეზი და ეს ანუ გზა და გათავისუფლება არის, ხო? თვითონ რას აფეხურებს გადის ადამიანი თავის, ასე ვთქვათ, სურვილის ტრანსფორმაციაში, ესეც საინტერესო არის. ამას ფსიქოანალიზშიც ხედავთ, რომ თუ მე მაგალითად აღარ მაქვს სურვილი, ან აღარ ვარსებობ, თითქოს ყოფიერებიდან ამოსვლის გზა არის, სანამ ჩემი აზრები დატვირთულია, სანამ სურვილები დატვირთულია, მე ყოფიერების ტყვეობაში ვარ, როგორც ასეთი. და სურვილის ტრანსფორმაცია შეიძლება წარმოვიდგინოთ ასე, რომ სურვილი ტრანსფორმირდება იმაში, რომ თვითონ ადამიანი რაღაც ეტაპზე ცდილობს, რომ თვითონ გახდეს სასურველი. ანუ სხვისი სურვილი საინტერესო არის. შემდგომ შეგვიძლია ასევე ამასაც შევეხოთ.
ასევე მოდით ჭრეტელობაზე გავამახვილებ ყურადღებას და ბოლოს თქვენ თუ ჩაერთვებით ან შეკითხვების სახით ან ხმარო ჩავრთოთ ან დავუშვათ კომენტარი რო გააკეთოთ რომელიც გირჩევნიათ ჭრეტელობის ფორმა აი ესე რო წარმოვიდგინოთ ჭრეტაც არის ჩვეულებრივი ჭრეტა ესე შეგვიძლია ავიღოთ რაღაცას უყურებ ერთი მეორე ჭრეტა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ესთეტიკურ ჭრეტად როცა მუსიკას ვსმენ ეს ეს პირველისგან იმით განსხვავდება რომ იქ უბრალოდ გესმის ხმები და აქ ხმებს აერთიანებ ანუ ამ ბგერებს მუსიკაში იმიტომ რომ ეს ხო მიმდინარე პროცესი არის თვითონ მუსიკაში აერთიანებ და არის ასევე ინტელექტუალური ჭრეტა როგორც რაღაც იდეის ჭრეტა თვითონ აი მედიტაციის ფორმა აი ამ თვალსაზრისით საბოლოოდ მიდის აი ამ ჭრეტის ერთიანობამდე როგორც დასაწყისში როგორც აღნიშნეთ ანუ ფაქტობრივად თქვენ იაზრებთ ამ საკითხებს თითოეულ გააზრებას მოხვება სიხარული რაღაც ამაღლებული განცდა გნებავთ ნეტარების განცდა და ასე შემდეგ რაღაც გაიხსნა რაღაც ნათელი გახდა თქვენთვის ანუ გათავისუფლდით შემდგომ მიდის ეს პროცესი და თავს იყრის სიმარტივეში ერთიანობაში რომელთან ერთადაც უბრალოდ ამ პროცესში თქვენ უკვე აი ამ მიღწეულ მდგომარეობას აფიქსირებთ ესე იგი როგორც ასე ვთქვათ განგზობით პროცესი რომ თქვენ ამით რო იცხოვროთ მოკლედ მე ესე დავასრულე მოკლედ იყო თუ არ იყო ესე იგი ცოტნეს შეკითხვა არის ბუდიზმში უმაღლესი რეალობა არ არა შეიძლება ასე ითქვას ანუ არ არა ან სიცარიელე ანუ შუნიატა არის ეგეთი კატეგორია რომელსაც ერთი მხრივ უწოდებენ უმაღლეს რეალობასაც მაგრამ ასევე უწოდებენ არა უმაღლეს რეალობას არამედ საშუალებად რომ ოფითისგან გავთავისუფლდეთ ანუ ვთქვათ რომ ეს არა ანუ აზრებს უთხრათ არასწორ აზრებს ეს არა და დავაცარიელოთ იმიტომ რომ არა მე ასევე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ კატეგორია არის მაგრამ ამავდროულად ეს მოიცავს ანუ გარკვეული თვალსაზრისითაც ანუ ყოფიერსაც ანუ პრინციპში ერთად არის მაგრამ პრინციპში ეგრეთ შეგვიძლია ვთქვათ რომ უმაღლესი თვითონ კატეგორია რაზეც ბუდისტური მეტაფიზიკა შეიძლება დავიყვანოთ ისევე როგორც ვთქვათ პარმენიდეს დავუშვათ ყოფიერი არის ხო ეს ანუ არ არა რაღაც მაგრამ მაინც უფრთხიან რომ ეს არ არა დააფიქსირონ როგორც უმაღლესი რეალობა და გაიხადონ ასე ვთქვათ აზრის ობიექტად არამედ ეს უბრალოდ გადაგდების ინსტრუმენტი არის მოშორების ინსტრუმენტი არის მადლობა ყურადღებისთვის შეახლე 20 პროგრამიკო რაც ტვინის ფუნქცია ხო ფაქტობრივად ანალიტიკური აზროვნება მაშინ ხო არ არის რაიმე ასე ვთქვათ პრაქტიკა ტექნიკა შემოთავაზებული ბუდიზმში რაც ამავე ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნუ გარდა ასე ვთქვათ სწორი ცხოვრების ეს ჯანსაღი ცხოვრების ესე და მესამე ტექნიკური შეკითხვა მაქვს
ბუდიზმის რაიმე ფორმით შესწავლა თუ ხდება საქართველოში, რა თქმა უნდა, ამ ტექსტების თუ თარგმანში წაკითხვა, ან ვინმეს მოწვევა, ან ასე შემდეგ, რამე სკოლა, ინსტიტუცია თუ მსახურობა ამ საკითხში. ბოლოდან დავიწყებ ბუდიზმზე, ანუ არ ვიცი მართალი გითხრათ, თუ რამე ესე ტრადიცია არსებობს, ჩემთვისაც საინტერესო იქნებოდა, ან ლიტერატურაც არ შემხვედრია. რაც შეეხება განსხვავებას, ესე იგი მე-7 და მე-8 საფეხურს შორის, მოდი ორი სიტყვით ამას ვიტყვი და თან ესე რომ წარმოვიდგინოთ, რომ ბუდიზმი ისევე როგორც კლასიკური იოგა, პატანჯალის იოგა არის 8 დანაყოფიანი. ეს თითქოს საფეხურები არის, მაგრამ მეორე მხრივ ერთდროულად მომუშავე კომპონენტები არის. არის დაწყებული სწორი ხედვით, მე ეთიკა არის მნიშვნელოვანი, ანუ იქაც მე შეგვიძლია ცალკე დაუთმოთ ამას, რომ როგორ არის დაკავშირებული ეთიკა გონების სიმშვიდესთან, ესეც საინტერესო ფენომენია და შემდგომ მოდის უკვე, ვთქვათ, ეს მედიტაციური კომპონენტები, თქვათ თვითონ სათი, რაც შეიძლება ვიპაშიანათაც გავიგოთ და სამათხი როგორც შამათად. განსხვავება სწორედაც ეს არის, რომ სამათხი, ანუ იქ როგორც არის სწორი სამათხი, სამათხი ნიშნავს collect, ანუ შემოკრებას. ის რაც მედიტაციით მიღწეულია, აი ამის შეერთებას უკვე და ანუ უბრალოებაში დაჭერას, ანუ მე აღარ უნდა მჭირდებოდეს ამისთვის ფიქრი. რაღაც, ანუ გადატანილი არის, ანუ იმ აი როგორც ესეთი შედარება არის, რომ რაღაც ჯამი არის, რომელიც პირამდე სავსეა და მე უკვე ჩემი ამოცანა არის, რომ ის რაც უკვე სავსე რო არის, ეს დავიჭირო. ეს არის და ეს. კიდე იყო შეკითხვა ტექნიკას, რაც შეეხება ძველ ტექსტებში, უბრალოდ არის ეგეთი მომენტი, რომ ზოგადად ანუ ეს ბუდისტური ეს პრაქტიკები სასარგებლო არის ხანგრძლივი სიცოცხლისთვის. თუ სწორად გავიგე, ანუ ტექნიკები, რომელიც სასარგებლოა ტვინისთვის. და ეს ანუ ტვინისთვის სარგებლობა აი დასაწყისში რაც თქვით, შეიძლება ესე წარმოვიდგინოთ, რომ სინამდვილეში არ არსებობს ანუ ეგეთი განსაზღვრება, თუ ჯანმრთელობის იმას არ გულისხმობთ, რა არის კარგი მდგომარეობა, იმიტომ რომ აქ არის ყველა ეს მდგომარეობები რაღაც კომპონენტი, რაღაც წვლილი შეაქვთ, თქვათ ალფა, დელტა, გამა ტალღები. ტვინის არის სხვადასხვა ფაზები. კონცენტრაციის ფაზა არის და არის დასვენების ფაზა. არც დასვენების და დამამშვიდებელ მედიტაციებს უნდა დაუკარგოთ, იმიტომ რომ ასეთი მითითებაც იყო, როცა გონება უკვე გადაიღალა აი ამ ანალიტიკური გზით. მე გადადის მეორე ტაქსტში ასევე ვთქვათ დასვენების თვალსაზრისით. სხვა მხრივ უბრალოდ მე მგონია, რომ თვითონ როდესაც აი გავრცელებული ფორმები მედიტაციის აქცენტს აკეთებენ იმას, რომ გააკეთე მედიტაცია და ეს სასარგებლოა. კი, სასარგებლო არის, ოღონდ თუ დოზით ვაკეთებ. როგორც ვთქვათ, სასარგებლო არის დაუშვათ რაღაც ვაშლი თავისი დოზით, ვისაც ვთქვათ, ხილზე არ აქვს პრობლემა, ის თავისი დოზით, ვისაც ამაზე არ აქვს პრობლემა. და სარგებლიანობა არ უნდა გადაფაროს, ესე იგი აი რო ამბობენ ხოლმე ეს პრობლემატურად ეს მიმაჩნია, რომ სუძუკის პროპაგანდა, ასე ვთქვათ, ბუდიზმს ისეთი ფორმით ქადაგებდა და ბევრი ისე ქადაგებს, რომ თითქოს შენ მორალისგან აბსტრაჰირებულადაც შეგიძლია მიყვე ამა თუ იმ როგორც მხოლოდ ტექნიკას და რა პროფესიისაც არ უნდა იყო. მაგალითად, სლავოი ჟიჟეკს აქვს ამაზე ესეთი კომენტარი, რომ თუ ადამიანი თქვათ არქიტექტორი არის ან თქვათ მუსიკოსია, ის მედიტირებს და ეს ეხმარება მედიტაცია რომ დაამშვიდოს. თანამედროვე მედიტაციებს გულისხმობ, ანუ ტექნიკებს. მაგრამ ის შეიძლება იყოს ჰოლოკოსტის არქიტექტორიც. ანუ დაკავებული იყოს ვიღაცის მკვლელობით.
და მედიტაცია ეხმარებოდეს იმაში, რომ მე მშვიდად ვარ, ანუ არ ნერვიულობ არაფერზე. აქ უკვე ეს ებსგავსება ისეთ რელიგიას, რომელიც გამოყენებული არის სხვათა წინააღმდეგ. ესეთი ის არის, რომ ჰაიდრიხ ჰიმლერი ეს შემთხვევით არ მიხსენებია. მე როგორც წავიკითხე, უბრალოდ ეგეთი ცნობა არის, რომ მას გულის ჯიბეში ედო ფაგავად გიდა. ეხლა წარმოიდგინეთ, ანუ ესე იგი ჰოლოკოსტის არქიტექტორი, რომელიც ამით ებრაელების მოცვით არის დაკავებული და აქვს თქვათ ფაგავად გიდა. და აი როგორც ასევე სუზუკის აქვს აღწერილი, მე აბსტრაჰირებული ვარ მოქმედებისგან. მე არ მოქმედებ, ჩემში მოქმედებს ღვთაებრივი და მე თუ დავუშვათ ხმალს ვიქნებ და ვიღაცა წამოერცმება ეს რაღაც კოსმიური კანონზომიერება არის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ ამოდის ადამიანი მხოლოდ სარგებლიანობის მიზნით, რომ მე გამოვიყენო ეს, მაშინ ჩვეულებრივად შეიძლება აი ესეთი რაღაც სურათიც მივიღოთ, რომ ადამიანმა ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ არ იგრძნოს რაღაცებზე პასუხისგებლობა. რაც პარადოქსულია, იმიტომ რომ აი პარადოქსული რა არის კიდე ბუდიზმში, იცით რომ სხვა არ არსებობს, ანუ არა მარტო სხვა, არამედ მე არ არსებობს და ბოთხისატვამ უნდა იზრუნოს ყველაზე. მაშინ როცა ეს ყველა არ არსებობს. აი აქ არის უცნაურობა, რომ მან ისე უნდა იზრუნოს, რომ მაინც გაცნობიერებული კონდეს, რომ ის მეები ცალ-ცალკე არ არსებობენ.